საათნახევარს გაგრძელდა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ნინო დოლიძის გამოკითხვა და გამოკითხვისა და პროკურორის კითხვების მოსმენის შემდეგ სამართლიანი არჩევნების ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ისევ ფიქრობს, რომ ერთადერთი მოტივი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აქვს, ეს არის რეპრესიები და სამოქალაქო სექტორის დაშინების მცდელობა, რადგან თვლიან, რომ თუნდაც პირბადეების ადამიანებისთვის ადვოკატირების, მათი დაცვის უფლების განხორციელების გამო აბსურდულია დაიწყო საქმე სწორედ საბოტაჟის მუხლით და ედავებოდეს მას გამოძიება სახელმწიფოს წინააღმდეგ გარკვეული ქმედებების გატარებას. რეალურად, როგორც ნინო დოლიძე, ისე მისი ინტერესების დამცველი თვლიან, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა სამოქალაქო ორგანიზაციების დახშობის. კითხვები ძირითადად შეეხებოდა აქციების მიმდინარეობას, საპროტესტო აქციებს, როგორც გაზაფხულის დროს გასულ წელს, ასევე ნოემბერ-დეკემბერთან დაკავშირებით. აინტერესებდათ, იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული აი ამ აქციების ორგანიზებაში და ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ძალადობასთან და ასე შემდეგ. და ცხადია, კითხვები აი ამ შესყიდვასთან დაკავშირებითაც იყო და თქვათ ჩემს განცხადებებთან და ასე შემდეგ. ჩემი პასუხი, რა თქმა უნდა, იყო ის, რაც არის სიმართლე, სამართლიანი არჩევნები, მუდმივად არსებიდან იცავს დემოკრატიას ქვეყანაში, იცავს ადამიანის უფლებებს, ის რასაც ვახორციელებდით ამ აქციების დროს მონიტორინგი იქნებოდა იურიდიული დახმარება თუ ასე შემდეგ, აბსოლუტურად ჯდებოდა ჩვენ საქმიანობაში, იყო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და ვახორციელებდით საქართველოს ევროპული დემოკრატიული მომავლის დაცვას. ეს ბრალდება მთლიანად აბსურდულია და რა თქმა უნდა, ამას აქვს აი ეს ზეწოლის დაშინების მიზანი და რა თქმა უნდა დაუშვებელი არის, რომ სახელმწიფო ასე იქცეოდეს და ასე უპირისპირდებოდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს. ეს ნივთები არ შეიძლება რაიმე ტიპის აკრძალულ ნივთებად ჩაითვალოს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ისინი არის შესყიდული, ხო, იმიტომ რომ მაშინ ესეთი აკრძალვებიც კი არ არსებობდა, მათ შორის სახის დაფარვასთან დაკავშირებით მაგალითად. ტენდენცია დაკავებების შეიძლება ამოიქოთ, გაჩქარებული არის თუ არა პროცესი. ჩვენ რო საუბრობდით იმაზე, რომ სასამართლო თუ პროკურატურა დამოუკიდებელი არის, მიუკერძოებელია და ასეთ შემთხვევაში მოლოდინებზე, მაშინ გეტყოდით, რომ ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ გამორიცხულია, ამის გამო საერთოდ საქმე იწყებოდეს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ასეთ რეალობაში, ამიტომ არაფერი, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის. სამართლიანი არჩევნების საბანკო ანგარიშები არის დაყადაღებული პერიოდი, რის გამოც ანგარიშები დაყადაღდა, არის 2024 წელი, სწორედ ამ დროს ხელმძღვანელობდა დოლიძე სამართლიან არჩევნებს. ახლა ხელმძღვანელი არის ლევან ნატროშვილი, რომელსაც ვკითხეთ, რამდენად შემოფერხებელი აღმოჩნდება ორგანიზაციის მუშაობისთვის ანგარიშების დაყადაღება და რამდენად ჯრდება სამართლებრივ ჩარჩოში ის პროცესები, რასაც ახლა პროკურატურა სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ ახორციელებს. თulis, რომ ყადაღის დადება არის რეალურად უსაფუძვლო და ამბობს, რომ ახლა ორგანიზაცია მოხალისეობრივად გააგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვას და მათ შორის გაუწევენ ადვოკატირებას მოქალაქეებს. რა მუხლითაც არის დაწყებული, სრულიად აბსურდულია, როგორ შეიძლება ესეთი მუხლები მიუსადაგო იმ თქმედებებს, რასაც ისინი აღწერენ თავიანთი განცხადებაში. აბსოლუტურად არაპროპორციულია, ხო? ანუ თუ ისინი გვედავებიან სიტყვაზე რაღაცა რამდენიმე 1000 ლარის ხარჯს პირბადეების, რესპირატორების და ასე შემდეგ, როგორ შეიძლება რომ ამის გამო თელი ორგანიზაცია გააჩერო. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოხალისეობრივ საწყისებზე გავაგრძელებთ სადამდეც შეგვიძლია იმ სერვისების მიწოდება საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით საუბარი არის უფასო იურიდიული დახმარების სერვისზე. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ამ სერვისის მიწოდება, თუმცა ცხადია, რომ მნიშვნელოვნად არის შეზღუდული ჩვენი რესურსებიც. ზუსტად 2 საათში საქალაქო სასამართლოში მაგისტრ მოსამართლესთან გამოსაკითხად მოვა ასევე IDFI-ის ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი, მისი ორგანიზაციის ანგარიშებიც დაყადაღებულია. ვნახავთ და მოვისმენთ მის კომენტარსაც, რას ფიქრობს ყადაღის დადებაზე და ასევე იმაზე, რომ ახლა უკვე სისტემურად იბარებენ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს გამოსაკითხად.